პავლე მოციქულის წიგნი რომელთა მიმართ თავი პირველი. პავლე მონა იესო ქრისტესი ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მაზღვრთისასა, რომელი იგი წინაისწარ აღუთქუა წინასწარმეტყველთა მისთა მიერ წიგნთაგან წმინდათა, ძისა მისისათვის, რომელი იგი იშვა თესლისაგან დავითისა ხორციელად, რომელი იგი გამოჩნდა ძედღმრთისა ძალითა და სულისამით სიწმინდისაითა, აღდგომითამით მკვდრეთით იესო ქრისტეს უფლისა ჩვენისაითა, რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაი დასამორჩილებლად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართა სახელისა მისისათვის, რომელთა შორის ხართ თქვენცა ჩინებულნი იესო ქრისტესნი, ყოველთა რომელნი ხართ რომ ეშინა საყვარელთა ღმრთისათა ჩინებულთა წმინდათა, მადლი თქვენდა და მშვიდობა იღმრთისა მიერ მამისა ჩვენისა და უფლისა იესო ქრისტესა. პირველად მადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესოს მიერ თქვენ ყოველთათვის, რამე თუ სარწმუნოებაა ეგეთ თქვენი განითქმის ყოველსა სოფელსა, რამე თუ მოწამე ჩემ და არს ღმერთი, რომელსა მსახურებს სულითა და ჩემითა სახარებითა ძისა მისისაითა, ვით არ უნაკლულოდ ხსენებასა თქვენსა ვყოფ. მარდის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაითა აწღა თუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღვთისაითა მისვლად თქვენდა. რამე თუ მსურის ხილვაი თქვენი, რაითა მირაი მიქცე თქვენ მადლი სულიერი დასამტკიცებლად თქვენდა. ხოლო არს ესე თანანუგეშინის ცემა თქვენი შორის ურთიერთარსი და იგი სარწმუნოებაა თქვენი და ჩემი. არამნებას უმეცრებაა თქვენი ძმანო, რამე თუ მრავალგზის მინდა მისვლად თქვენდა და დავეყენე მოაქამდე, რაითა თქვენ შორისცა ნაყოფი რაიმე მაქუნდეს, ვითარცა სხვათა მათ შორის თესლთა, წარმართთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა თანამდებო არ. და ესეთ არს გულს მოდგინებაა ჩემი, რაითა თქვენცა რომელნი ხართ რომ შინა გახარო. რამე თუ არა მრცხვენის მე სახარება იგი ქრისტესი, რამე თუ ძალი ღმრთისაი არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა ჰურვისა პირველად და მერმე წარმართისა, რამე თუ სიმართლე ღმრთისაი მაშინა გამოცხადნების სარწმუნოებითა სარწმუნოებად, ვითარცა წერილი არს მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს, რამე თუ გამოჩინება და არს რისხვა ღმრთისაი ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაი სიცრუით აქუნდა. რამე თუ მცნება იგი ღმრთისაი ცხადა არს მათ შორის, რამე თუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ, რამე თუ უხილავი იგი მისი დაბადებისგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურადი ხილვების და სამარადისო იგი ძალი მისი ღმრთეებაი, რამე თუ იყვნენ იგნი ვერ სიტყვის მიმგებელ, რამე თუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთაებ ადიდებდეს მას, გინა მადლობდეს, არამედ ამოიქმნეს გულისა ზრახვითა მათითა, დაუბნელ და უგულისხმო იგი გული მათი. იტყოდეს თავთათვის და ბრძენ და განცოფნეს. და ცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმრთისა, მსგავსებად ხატისა მისგან ხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფეხთა და ქვეწარმაველთა. ამისთვისა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არაწმინდებად და გინებად ხორცთა მათთა მათთანა, რომელთა იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა სიცრუედ და პატივს სცემდეს და მსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი იგი არს კურთხეულ უკუნისამდე ამინ. ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ნებასა მას გინებისასა, რამე თუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა ბუნებად. ეგრეთსა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაი განხურდეს გულის თქმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანასარცხნელსა იქმოდეს და ყვალადა საგებელი იგი რომელ ჯერ არ სასტურისა მათისაი ურთიერთარს მიიღიან. დავითარც არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელ სამას გონებასა საქმე თუ ჯეროისა. აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგარებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის ყლითა, ხდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა, ძვირის მეტყველ, ღვთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა დედა ურჩ, უგულისხმო, უწესო, უყვარულ, უწირავ, უწყალო, რომელთა სამართალი ღმრთისა იცოდეს, რამე თუ ესე ვითარისა მოქმედნი ღირსა არიან სიკვდილისა, არა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სასნო ეყოფიან მოქმედთა მათ.